კარგი სიცივეა, მინდა ზამთრის სუსხი ტიპიური და ამასთან ერთად აი ხა თენდება. ეს მომენტია, რომ აი რაღაცა ნათდება, მაგრამ ჯერ ბნელა. მაგრამ მაინც კარგია. იწყებს თბილისი გამოღვიძება. აი ზამთრის სუსხთან ერთად ეს ახალმთვარეობაც რამდენად გასათვალისწინებელი იქნება ჩვენთვის, სწორედ აქ უნდა წარგვიწყოთ ჩვენს და ჩვენ შელემაყურებელსაც. პირველ ახალმთვარეობას ველოდებით. ხო, მაგრამ პირველი მოსვლაა ჩემი ამ წელიწადს თქვენთან. მეორე მოსვლა. ხო, მეორე ხო, მართალია, მოვედი. კიდევ ერთხელ. მაგრამ პირველი ახალმთვარეობა. პირველი ახალმთვარეობა. მართალი ხარ? გავამართლე პირველი მაგარგო, ესე იგი, მოი დავუშვოთ რა არის თვითონ ახალმთვარეობა, რას ნიშნავს და რატო აქცევთ ყურადღებას საერთოდ, რას წარმოადგენს ამისთანაც, ხო? ეხლა მოდით ასე ვთქვათ, ახალი მთვარე ნიშნავს მზის და მთვარის შეერთებას, ხო? წარმოიდგინეთ, მზე და მთვარე სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობენ. ნუ მზე სჭირდება მაგალითად ნებისმიერი ზოდიაქო რო გამლოს 30 დღე. მაგრამ მთვარე იმ ზოდიაქოს ნიშნავს 2.5 დღეში გაივლის. ძალიან სწრაფია. რადგან სხვადასხვა სიჩქარეები აქვს, სადღაც ისინი ყოველთვის ხვდებიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შეხვედრა თხისგას ზოდიაქოს ნიშანში, მზის და მთვარის. ეხლა ეს ყველაფერი დღეს უკვე ზოგიერთი აი ცოტა ესეთი ექსტრასენსორული მონაცემები ცნობილი ადამიანები უკვე დღეს იგრძნობენ, მაგრამ განსაკუთრებით ხვალ ზეგ ჩვენ გვაქვს პიკი ღამე 23 საათზე 57 წუთზე და ორშაბათი. გამჯიუტდებით სულ ყველა. აი ახლა გიხსნი რა მოხდება როგორ. ეხლა პირველ რიგში მე რა ახლა შეიძლება ადამიანმა იფიქროს, კარგი მზე ხდება მთვარეს და რა, დიდი ამბავი. დიდი ამბავია რატო? იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ. ხო, მზე ეს არის პლუს ენერგია, მთვარე არის მინუს ენერგია. წესით უნდა შეხამება კონდეთ, მაგრამ არა. ხო, ერთმანეთს ხდებიან, მიდის დიდი ბრძოლა. მათ შორის, ხო, და ხა რო ნახოთ გინდათ ფოლკლორი, ქართული სიმღერები, პოეზია, ხო? სულ არის ამ მზე, ამ მთვარე. დღეს ღამე უთენებია. ხო, ხამ მზე, ხამ მთვარე. ხო, და ხა თქვენ ხა ქართული სიმღერაც გავსწოთ ალბათ. ახალ მთვარეს თუ გიყვარდიო, სავსე მთვარეს რატო დამშორდიო? ხო, ესეც ერთ-ერთი ფოლკლორული ჩვენ სიმღერაა, რა კარგად იცოდნენ წინაპრებმა, რა ხდება ამ დღეებში. ხო, რომ ესეც მიუსადაგეს. ხო, შუს ანსამბლი ადგილობღერის გადასარევოთ მაგას. ეხლა მოდი ავუშვოთ, რომ როცა ესეთი შეხვედრა დაძაბულობა მატულობს, ეს ითვლება ეგრეთ წოდებული სატანური დღეებია. ანუ რა, ცთუნებების ალბათობა ადამიანს მაღალი. აი რაღაცა უარყოფითობები გაქვს, ტოლვა გაქვთ ალკოჰოლისადმი, თამბაქოსადმი, ნარკოტიკისადმი, აი ეს ყველაფერი ამ დღეებში ძლიერდება. აი რომ ამბობენ, შარიანი გახდა ეს ადამიანი და აი წერას აყვა. აი ეს დღეებში ხდება ყველაზე ხშირად ეს ამბავი. ტრაუმულოვანი ტენდენციები, აი ჯირითი. მაგალითად საჭესთან, ხო, ისე რომ მე ვერ ახსნის ადამიანი რამ გადარია. აი, ესე დღეებია, რატო იცი, ადამიანმა უცებ შეიძლება რაღაც ისეთი არაადეკვატური გააკეთოს ან თქვას, რომ მე თვითონ ვერ ახსნის. რა არის ამის მიზეზი? ეხლა რადგან თხისქაში ხდება მათი შეხვედრა, თხისქა სუსტი პროექციები ჯანმრთელობის კუთხით არის ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ესე იგი, ჩემო კარგებო, ამ დღეებში დღეიდან დაწყებული, ხო? ესე იგი, ხვალ განსაკუთრებით ზეგ და ორშაბათს. რის მიმართ ყურადღება? სიმძიმეების აწევა და მკვეთრი მოძრაობები. აი ეს მომენტია ზუსტად ადამიანი რო გაიჭედება რადიკულიტით, ხო? და ვეღარ ინძრევა, ვეღარ სუნთქავს საქსარი მტკივა. აჰა, ხო ხედავ? არ დაიტვირთო შენ. აჰა, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ სარგებლოდ პრინციპით ვის გაფრთხილებული შეარაღებული. ახლა ერთი დეტალი მინდა გავამხილო. ზოგიერთი ახლა შეიძლება შეშინდეს. ჩვენ ამას რო ამბობ და ახლა უბრალოდ ნახე ზოგს რა ემართება ხოლმე, რომ აბა ესე იგი მე აღარ უნდა ავწიო, ხო, მაგრამ თუ მიხდება აწევა რა ვქნა და ფიქრობს რამე არ მომივიდეს და მართლა მოუვა. რატომ? იმიტომ რომ იზიდავს გონებით ამ სიტუაციას. მიხვდით? არა, ეს არ გააკეთოთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ. რაღაცა გინდათ აწიეთ, მუხლებში ჩაიკეცეთ. ამაზე ნუ აძლევ წელზე ძალიან დიდ დატვირთვას თორე ან წელის კამარი ვატარო. ხო, ნუ ან კი ბატონო თუ ესე დგო, რომ რევმატულმა პროცესებმა არეჩინონ თავი. ეს ერთი, ხო? ეხლა მოდით დავუშვოთ სხვა. თხისქა რას მართავს? კარიერას. თხისქა ეს არის ხელმძღვანელი პირი. ესე იგი, ნახეთ რა ხდება, როცა ეს ორი მანათობელი ერთმანეთს ხდება და მათ შორის იწყება ბრძოლა, აქ ნეგატიური ტენდენციების ალბათობა მატლობს მათ შორის პროფესიონალური კუთხით. ესე იგი, ამ დღეებში ცოტა ფრთხილად ზოგიერთი ხელმძღვანელი იქნება შარიანი.
შესაბამისად, ეხლა ამ დღეებში არ განეხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც თქვენ დიდი ხანია გინდოდათ მათთან გაგერკვით. აცალე ორშაბათმა გაიაროს და სამშაბათიდან. ხო, ოთხშაბათიდან. ხო. ეხლა უყურეთ, აი ცდუნებები რაშია კიდე. ზოგიერთს უნდა ასე დროს ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულების დადება, მოლაპარაკების წარმოება. კი, აწარმოებთ. დადებთ ხელშეკრულებას, მაგრამ არ იმუშავებს. და მაგრამ მე არ გაგახსენდებათ, რატო არ იმუშავა, იმიტომ რომ თქვენ ახალ მთვარეობაზე დადებთ. აი ხა შეიძლება გინდათ სამშენებლო მასალების შეძენა, რაღაცას ხოს აღიდლებით. კი ბატონო, წახვალთ იყიდით. მალე გაგიფუჭდებათ. ან დასაბრუნებელი იქნება, მაგრამ არ გაგახსენდებათ. ახალი რომ დაიწყო რაღაცა სიახლეების შემოტანა გვინდა ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. კი ბატონო, მაგრამ ხო შეიძლება 3 დღე მოვიცადოთ. და სამშაბათიდან დაიწყება. არა და ზუსტად შაბათ-კვირას ცალია. აი, ცდუნება შაბათ-კვირას. მაგაზეა ზუსტად ლაპარაკი, რომ მაცდუნებელი ენერგიები შემოდიან და გაიძულებენ ის გააკეთო, რა წეს არ უნდა გაკეთდეს. ეხლა რაზეა საუბარი? ეხლა ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. აი დღეს უკვე ზოგი იგრძნობს, აი რატომ ამბობ ექსტრასენსორული. მაგალითად ზოგ შეიძლება უკვე წნევის მომენტები კონდეს დღეს, ან თავის ტკივილები. მაგრამ ეს უფრო ხვალ ზეგ მაზეგ იქნება თვალშისაცემი. ამიტომ ყურადღება მიაქცეთ ასევე ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თუ ვინმეს რაღაც სუსტი წერტილი აქვს, აი სუსტი წერტილი ქრონიკული დაავადება და შემდგომ ამ პერიოდში მეტად იჩენს თავს. ესე იგი შესაბამისად, სამაგიეროდ ახლა შეიძლება თქვენ კითხვას დასვათ. ეს გასაგები ამდენი ნეგატივი ის ჩამოთვალეთ, ხო? ხელმოსაჭიდიც რაღაც რამე არის პოზიტივი, ხო? რასაკვირველი არის. აი რითია კარგი ახალმთვარეობა. მავნეჩვეებისგან განთავისუფლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. აი მაგალითად თქვენ ხართ თამბაქოს წეველი, ან ნარკოტიკზე ზიხართ, ან რაღაცა სხვა ცუდი თვისებები გაქვთ, კაჯიუტება იცი და შეხოთ ყველა არ გითხრა გერავად. სიჯიუტე მოგვემატებაო, კი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტე ნიშანია, ხო? ეს ტენდენციები გაძლიერდება, ყველას უნდა თავისი პოზიციის აქ გაძლიერება და ხოთ მისი გატანა. ამიტომ ეს დაჯახებას გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ამავდროულად გვაძლევს საშუალებას, რომ სიჯიუტეც მოვიხსნათ. მავნეჩვეები თუ რაიმე გინდა, ესეც მოვიხსნათ, ხო? მაგალითად პულის ხართ, თუ მხარჯველი ხართ, ან სულ სწრაფი მოუთმენელი ხართ, ხო? აი თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გამოასწოროთ. სულაც არ არის მაინდა-მაინც ახალმთვარეობა, რომ აი მხოლოდ ცუდი. ცუდი უბრალოდ პრევალირებს, იმიტომ რომ მაინც სატანური დღეებია და ცნებები მაღალია, მაგრამ კარგი ის არის, რომ მაგალითად თქვენ რაც გინდოდა დიდი ხნის წინ საკუთარ თავში გამოგესწორებინათ. აი ამისთვის საუკეთესო დროა. გააჩნია ამ ენერგიას ჩვენ როგორ მივიღებთ და გამოვიყენებთ. ამიტომ ესე დღეებში ჩვენ რას ურჩევთ ყოველთვის? ილოცეთ და დაუცეთ ყველა. აი, გასაუკეთესო დროა ლოცვისთვის, დადებითი ენერგიის მოსაზიდად. აი საკუთარ სახლში მოიარეთ მაგალითად, აი სანთელი ანთეთ და მოიარეთ. ესა ჯერ მოიარეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ. მერე იგივე ლოცვებით საათის ისრის მიხედვით. საოცრად იწმინდება სახლი. ეხლა ენერგეტიკულად ხდება სუფთა. ამიტომ ესეთი ტენდენციები იმდენი რიტუალი ჩავატარე ამ ახალ სასწრაფო ნაცვლი, ახლა წარმოვიდგინე სათლით რომ დავიხავე სახლში. ესე გადარია სახლის წევრები, ხო? დავამსგავსე თავლას სახალწელს ჩემს. კარგია, მშვენიერი. გადაელფერსაც მაქსიმალურად ვთილობ, რომ იცი რა, ფორმაგად ვაფასებ, იმიტომ რომ შილდოსნები არ არიან ასე დამჯერები, შილდოსნები თავის ჭკუას დადიან და როდესაც უნდა იმას აკეთებენ, მოდი ასე ვთქვათ. ხო, აი მორიელი უფრო დამჯერებს მაგალითად, ხო? სხვანიშნე ქალწულები, შილდოსნები თქვენ ნაკლებად. თქვენი პოზიცია გაქვთ. იმ პოზიციით თუმცა რასაკვირველია გადაში არიან ეგზემპლარები. ეს ემთხვევა, მაშინ ალბათ. ნუ არიან ეგზემპლარები, რომელიც მისმენენ დაუშვა და ითვალისწინებენ. მე გამოვცადე საკუთარ თავზე და მუშაობ. ასეა არ ვინტერესდები. ხო გაამართლა ჩემ შემთხვევაში. ცეცხლოვანი ცხენისწერია და გამგონი პირიქით. არა, პირიქით უნდა გაენეიტრალებინათ წყლის. ჩვენ ვაენეიტრალებს. არა, ნუ რა გინდა, რა ფუციტლებში ხო არ ვარ თეთრიცა გამოყენებული. ხო, ლაპარაკი ჩავო კოსტუმი თუ მოვა, მე მომეცია შენი. ძალიან აგვირია სპეციალისტებმა გესმით მონასტერი, იმიტომ რომ ზოგიერთი იძახის რომ წითელი არა, თუ არა, მაშინ ვეკითხები, აგვიხსენით რატო არა? დაახსნა განმარტება არავის არ აქვს, ხო? ეს ერთი. ახლა მეორე გვეუბნებიან ახალი წელი აღმოსავლურად იწყება 4-ში. სპეციალისტები, რატო 4-ში? აგვიხსენით, არ არის ახსნა განმარტება არსად? ჩვენ გვაქვს ასტროლოგიაში მე-13 ახალმთვარეობაზე იწყება ყოველთვის და ეხლა მე-13 ახალმთვარეობა 17 თებერვალს გვაქვს. მაგრამ ისინი ვერ ხსნიან, ამან არია მონასტერი, ხალხი დაიბნა.
წითელი ჩაიწვას, არ ჩაიწვას, ჩვენ ამას სპეციალურად ვისაუბრეთ, ხო? წითელი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ შიგადაშიგ სხვა ტონალობები მივცეთ, რომ ზედმეტმა წითელმა ზედმეტი ენერგია არ გამოიწვევს. ხოდით? ამაზეა საუბარი. ეხლა მოვითავშოთ. ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები. აი ამ 3-4 დღეში ახალთვარეობასთან დაკავშირებით რის მიმართ უნდა იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებიანი. და აი რა ტენდენციები აქვს მათ მაცდუნებელი. აი დავიწყოთ ვერძით. ვერცა ყველაზე მეტი ხიფათი რომ ეხლა კონფლიქტი შექმნას ხელმძღვანელ პირთან. იმიტომ რომ ძალიან ჯიუტია, არავის მოსმენა არ უნდა, თავისი უნდა გაატაროს და დაეჯახება ინტერესთა დაჯახება მოხდება მასა და ხელმძღვანელ პირებს შორის. აი ვერცა ყველაზე მეტი ხიფათი რომ სწორედ რევმატული და რადიკულარული პრობლემები შეექმნას. ძვლები, ხერხემალი, სახსრები ახლა ყველაზე მეტად უსუსტდება ვერც. დღის კასტანელი ფიზიკურად ძლიერია, ალბათ ეს რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. ხო, თავისთავად, ხო? ეხლა ვერძი მოგეხსენებათ როგორი ნიშანია, ხო, უყვარს მკვეთრი მოძრაობები. ძალიან ისეთია, სტრაფია, დინამიურია, ხო? ნელა ვერ დაჯდება, ნელა ვერ ადგება. უნდა ძალიან მკვეთრი, ეს მკვეთრი მოძრაობები სახიბათო, მithuedes. ცივა გარეთ. სახში თბილა, ტემპერატურთან დიდი განსხვავებაა და ეს ძალიან მოქმედებს სახსრებზე, მუხლებზე, ნერვულ სისტემაზე, ყველაფერზე, ხო? ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე ვერძებს აი ამ კუთხით და ხელმძღვანელებთან მეტი დიპლომატია, ტაქტი. სამშაბათამდე გაჩვდით. გინდოდათ ხელმძღვანელთან რაღაცაზე საუბარი, სამშაბათამდე გაჩვდით. იმიტომ რომ აქ შეიძლება ეს საუბარი ძალიან ცუდად დასრულდეს, სერიოზული კამათით, ხო? სამშაბათიდან ეს უკვე დაალაგდება, ეს ენერგიები უკვე გადავა. და იგივე ხელმძღვანელიც უფრო კეთილგანწყობილი იქნება თქვენს მიმართ. რაც შეეხება ახლა კუროებს, კუროებო, შემოკარგებო, განსაკუთრებული სიფრთხილე ტრანსპორტთან. განსაკუთრებული სიფრთხილე ღვიძლთან ნაღვლის ბუშთან, სწორი კვება. სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, რომ სოფლიო სტატისტიკა არის ძალიან სავალალო. რასთან დაკავშირებით? აი ახლავე აგიხსნით. ახალი წლის მერე უახლოეს 2 თვეში ყველაზე მაღალია სიკვდილიანობა. და რა იწვევს ამას იცით? გადამეტებული ჭამასმა. თითქოს ყოველ წელს ასეა ხოლმე. ესე არა სტატისტიკა ამაზე დადებული გესვით რომ ყველაზე დიდია სიკვდილიანობა, იმიტომ რომ იმდენად ბევრია ეს საკვები და იმდენად ბევრია ორგანიზმში, რომ ორგანიზმი ვერ უძლებს პრობლემებს. სასწაულის შერგებას კიდეც ალტერნატივა. ხო, ეხლა გააჩნია კიდევ ვინ ახლა ტყუპებს მაინდა-მაინც ვერ აწმევთ თქვენ. არ არის ეს დიდი მჭამელი, მაგრამ კურო სანამ სუნთქავს იქამდე ჭამს. ხო, უჩნდება სერიოზული პრობლემები, ვიხდი? თუ არ ჭამს, ესე იგი პრობლემაა. ეგრე თუ არ ჭამს, იგი ავათაა, რაღაცა შეესაქმე, ხო? ეხლა აქედან გამომდინარე, შემოკარგება, კუროება, ყურადღება, ჯანმრთელობას პირველ რიგში, ეს ერთი სპორტი, ვარჯიშები წინა პლანზე წამოწიოთ, თუნდაც გადაღლის გარეშე. ეხლა თქვენ ნაჭამზე თუ თქვენ ზედმეტ დატვირთვას მისცემთ ვარჯიშების კუთხით, შეიძლება იქ მერე გულმა სხვა სისტემამ პრობლემები შექმნას. ანუ ზომიერი ვარჯიშები, ოღონდ კარგი იქნება დინამიკა ვარჯიშები, მაგრამ ეხლა ყურადღება ტრანსპორტს. სატრანსპორტო პრობლემების ალბათობა მატლობს და ეხლა შემithხოვნა ეს 3 დღე მაინც უცხოელებთან კონტაქტი შევწყვეტოთ. მგზავრობა, მოგზაურობა უცხოეთში სასწრაფელი არ არის. ან ბარგი დაგეკარგებათ, ან უცხოელებთან რაღაც პრობლემები შეექმნებათ, ან საბუთს დაკარგავთ ამ მგზავრობის დროს და რაღაცა ამდაგვარი შეიძლება აუცილებლობა ამისი არ არის. მაგრამ ალბათობა მაღალია. ანუ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, ხო? ეხლა რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. ტყუპებო, თქვენი მთავარი პრობლემა არის იცით უკვე ტრადიციული და ეს 3-4 დღე გიწყობ თამაში გამოცდას. თქვენ უნდა გახდეთ ცოტა ხნით მორიელი. ანუ ენას გველი დააჭიროთ. საიდუმლოდ დაიცვათ. მორიელს ზედმეტს ვერ ალაპარაკებ. თუ კი რაზეც გინდათ გესაუბრო, მაგრამ თავის ნოუ-ჰაუს არასოდეს არ იტყვის. გამორიცხულია. აი ეს ჭირდება ახლა ტყუპებს. რას აპირებთ? ახლა შეიძლება სხვაის ამ პერიოდში იყოს რაღაც შეხვედრა, რაღაც საინტერესო წიგნი ნახოთ, რაღაც საინტერესო ინფორმაცია და გეგმა გაქვთ უკვე. რა გააკეთოთ? მაგრამ ეს ხო ის ნიშანი, რომელსაც აი ეს ცუნება რაშია. ეხლა უნდა ყველას გაუზიაროს, რომ რა კარგი იდეა მოვიდა, რას აპირებს? ხედავთ? სამშაბათამდე ხმა არ მოიღოთ. სამშაბათის მერე კი ბატონო, ხო? თუ თქვენ გაქვთ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა და თან იქ ერთობლივი ფულია ჩადებული. აბა აკონტროლეთ პარტნიორი როგორ ხარჯობს? ეხლა დიდი ალბათობა გადახარჯვისა იმ ფულისა და მე ეს თქვენთან და პარტნიორს შორის გაუცხოებას ან კონფლიქტს გამოიწვევს. განსაკუთრებული ყურადღება შარცელსკეს რეპროდუქტულ სისტემას.
იგივე შემთხვევით კარგად ნაცნობი ცისტიტები და შემდგომ ეხლა ტყუპებს შეიძლება დაეტაკოს. მაყურებელს ხარ ერთად გაიგო. ხო, მაგრამ კონდა ავაზო. შემგარშემო იყო ეს. ხო, ნუ იგივე რა მიგულისხმები ხთიშე. ხო, ეხლა ეს ყველაზე მეტად შეიძლება ტყუპებთან იყოს ეს პრობლემა. ეხლა გადავიდეთ კირჩხიბებზე. კირჩხიბებო, ჩემო კარგებო, ეხლა გაითვალისწინეთ თქვენ ახალმთვარეობას ყველაზე მძიმე თიტანს. იმიტომ რომ მთვარე მართავს კირჩხიბს. ამიტომ ყველაზე მგზნობიარე არის კირჩხიბი. უცებ ისედაც ცვალებადი ხასიათია, კაკ შეიძლება უცებ შეეცვალოს ხასიათი, ხო? ამიტომ იღავით ყურადღებით. და თქვენ თუ ყავთ ვინმე კირჩხიბი გვერდით, ამ დღეებში თუ უცებ შეეცვალა ხასიათი, ნუ დაუწყებთ ახლა რა მოგივიდა, არაფერი არ მოვიდა. მთვარე მიმოქმედა და ხასიათი შეეცვალა. ამის ტენდენცია აქ შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს. ცოტა ხანი აცალეთ, თავის კუთხე გუნჭულს იპოვის, თვითონ გამოვა მდგომარეობით და მეორე შემოამშვენა არ კონტაქტში, ხო? განსაკუთრებით აკონტროლოთ თქვენი ემოცია, რომელიც ახლა სუსტია. ყელის არაგი სუსტებათ და მით უმეტეს ამდენი ტკბილეულის მერე ყელზე ამ დიდი დატვირთვა გაითვალეს ენდოკრინული სისტემა, პარისებრი ჯირკვალი, განსაკუთრებით რისკ ზონაში გაქვთ ახლა. ამიტომ ამხრივ იყავით ცოტა ყურადღებით და თირკმელები. აი ეს ზონები ახლა გისუსტებათ ორგანიზმის კუთხე და განსაკუთრებული თავდაჭერა ვისთან პარტნიორებთან. გინდათ ეს იყოს საქმიანი პარტნიორი, გინდათ თქვენი სასქვალო პარტნიორი. კონფლიქტების ალბათობა გაქვთ მაღალი და მით უმეტეს პარტნიორებმაც გაითვალისწინონ თქვენი ხასიათცვალებადობა. აი ეს ყველა სუსტი ზონებია ამ დღეებში. ეხლა რაც შეეხება სამშაბათამდე პერიოდს ლომებისთვის იმპერატორთა ნიშანი, ხო? ლომებო, აი ვისა აქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრობლემების ალბათობა. ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმაც კი შეიძლება ეჩინონ თავი. განსაკუთრებული ყურადღება კუჭნას ლავის ზონას. აი, ლომი ხო კაი მოკეიფია. თამადაა ტრადიციულად ყველგან, ხო, როხროხაა, ესეთია და აგერ ბატონო, ეხლა კუჭნას ლავმა შეიძლება ვერ გაუძლოს ამდენ დატვირთვას. ამიტომ ცოტა ფრთხილად. პატარა დიეტას თუ გააკეთებთ, ეხლა ამ დღეებში არ მოიკლავთ თავს კიდე ზედმეტი კეიფი, ძალიან კარგი იქნება. ეხლა გავითვალისწინოთ, რომ კიდევ რა ტენდენციები აქვს ლომებო, კონფლიქტის ალბათობა კოლეგებთან. გააქვთ მაღალი. რაღაცა პატარა იმაზე დაიწყება საკითხზე და მე გადავა ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში. ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია. აი ეს ამ დღეებში სამშაბათამდე აუცილებელია. რომ მე არ აყვეთ რაღაც პროვოკაციას. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც არის ქალწული. ქალწულებო, ყველაზე მეტი პრობლემების ტენდენცია ახლა ცდუნების სახით თქვენ გაგჩვილებთან და სასპარლო პარტნიორებთან. ამიტომ მეტი თავდაჭერა, სიფრთხილე, ტაქტი, დიპლომატია, ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი, როგორც თქვენ იცით, წრუმანებზე ჩაძიებით, ნუ გაუბურღავთ twins. რატო უსვამე ამას ხასი? იმიტომ რომ ამ დღეებში გაქვთ ყველაზე მაღალი ამის ტენდენცია. ეხლა ხართ განსაკუთრებით მომთხოვნი მათ მიმართ. და მე ვირექით ვამბობ, კოსმოსი გეოვნება ეხლა ცოტა შეარბილეთ ეს თვისება. სხვა დროს სამშაბათიდან იგივე თქვენი რეაქცია, მათზე ესეთზე გამოსა, მაგრამ ეხლა ისინი უკუ რეაქციას მოქცევენ მომენტალურად. და ეს კონფლიქტი შეიძლება გადავიდეს. სუსტი ზონა, გულსი ზარღვანი სისტემა. ამ დღეებში გულთან არაფერი არ მიტანოს. რაც არ უნდა გაიგოთ, შეიძლება რაღაც ინფორმაცია იყოს, სიაუნოვან რაღაც დაიძაბოს, გულთან არა, twin-თან მეიტანეთ, twin-ი გაკაჩავს და გული ვერა. თქვენი გულსიზარღვანი სისტემა ხა სუსტია და გაუფრთხილდით, არ გინდათ გადაყლა. არ გინდათ თქვენს ახლა ზედმეტი სიმძიმეების აწევა. არ გინდათ ახლა აბანო, სოლარიუმი, რაც გულზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. აი ამისგან თავი შევიკავოთ, ხო? ეხლა რაც შეეხება სასწორებს. სასწორებო, თქვენი მთავარი პრობლემა ახლა ამ შემთხვევაში არის ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან. აი ესაც შეიძლება შეექმნას პრობლემები. აი ახლა დავუშვათ გაქვთ რაღაც მემკვიდრეობის საკითხები. ეხლა ნუ გადაწყვიტავთ სამშაბათამდე. იმის მერე კი ბატონო. მაგრამ ეხლა შეიძლება ამ საკითხებმა ისეთი კონფლიქტი გამოიწვია ნათესავებთან, რომ მათ დაკარგავთ მართლაც გამშვენია, ხო? აი ახლა მაგალითად თქვენთვის ამშვენია რა? პატივისცემა გარდაცვლილი წინაპრების. სანთელი დაუნთეთ. გაიხსენეთ ისინი ამ დღეებში. ძალიან მშვენიათ, რომ მათგან დაცვას იღებთ ამ შემთხვევაში. ეხლა მოდი ამშვენოთ კიდევ რა? სახლში თუ ამ დღეებში შეგექმნათ საყოფაცხოვრებო პრობლემები. ამის ალბათობა მაღალი აუცილებლობა არა. მაგრამ შვიდად გადაწყვიტეთ. არ არის გამორიცხული. შეიძლება კომპიუტერიც პრობლემა შეექმნას, ტელევიზორს, ელექტროტექნიკას და გათბობას, რაც სულ არ არის ხასასურველი, მაგრამ შვიდად გადაწყვიტეთ. და არა იმით, რომ ამით ნერვები მოუშალოთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და შექმნათ დამატებითი კონფლიქტები. კუჭის ზონა გაქვთ სუსტი, ასევე მკერდი. ეს ორი ზონა გისუსტებათ ამ დღეებში, ამიტომ თუ რაღაცა პრობლემები შეექმნა, იცოდეთ რომ ამასთან არის დაკავშირებული. რატო უსვავ კიდე ამას ხაზს?
ტრადიციულად ახალ მთვარეზე ან სავსე მთვარეზე რაღაც ორგანოება თუ სუსტია, შეიძლება ეჩინოს თავი. და ახლა რამდენჯერ გქონია იგივე კოლეგებთან ურთიერთობა, რომ გაქცეულან ეგრევე ექიმებთან. ვეუბნები, არ გიგდათ, აცალეთ 2-3 დღე. ეს გაივლის. თუ არ გაიარა, მე ვიდით. მაგრამ ეს გაივლის, იმიტომ რომ ახალ მთვარეზე იცის იმ სუსტმა წერტილმა რაღაც რეაქციის მიცემა, მიხვდით? მაგრამ შიში ჩდება ადამიანში, ხო, რაღაც არ გქონდეს. გაიქცევია და უკვე რამდენჯერ იყო ეგრე ჟურნალისტებთან, კოლეგებთან, მე მოდიან იქიდან სიცილ ხარხარით, რომ ექიმი მოგდა სიცილით რაზე მოხვედია, არაფერი არ ჭირს. მეხვდით? და მე თავისით გავუარა. აი ეს ტენდენციები აქ მოსაუბრელია და ეს გაითვალისწინეთ. მოვედით მორიელთან. მორიელებო, შემოგარგებო. ეხლა მთავარი თქვენი ხიფათი არის რა? ფეიკები. თქვენი მოტყუების ცდელობა რატომღაც მოიმატებს ახალმთვარეობასთან და შეიძლება მიიღოთ არასწორი ინფორმაცია, მათ შორის საინფორმაციო წყაროებიდან. და შეიძლება დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ, ყველაფერი გადაამოწმეთ. ინტუიცია გააქვთ, ინტუიციას ჩართეთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ამიტომ ნებისმიერ ვისგან რაც უნდა სანდო ადამიანმა გითხრათ, ხო? გადაამოწმეთ. დაუშვათ გიხდებათ საერთოდ სამშაბათამდე ჯობი არანაირ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ, მაგრამ დაუშვათ გიხდებათ. აი ცდუნება მაგაშია რომ შეიძლება აი გინდა არ გინდა სიტუაცია ისე შეიქმნას რომ გეუბნებიან პარტნიორები ან ეხლა ვაწერთ ან აღარ ვაწერთ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რჩება თქვენ რა ზედმიწევნით გადახედოთ ყველა პუნქტს რომ რაიმე შეცდომა არ გაიპაროს რომ მე ამას პრობლემები არ მოყვეს ხო ეს აუცილებელი მომენტია ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ტენდენციები და გაუფრთხილდით კიდევ სასუნთქ სისტემას აი ახლა ფილტვების ბრონქების ამის ანთებითი პროცესების ალბათობა გაქვთ მაღალი. თამბაქოსგან ცოტა შორს ამ დღეებში მეთომეთეს, ხო? შულდოსნებს რაც შეეხება, ჩემო კარგებო, ესე იგი თქვენ გაქვთ ახლა ძალიან საინტერესო მომენტი რასთან დაკავშირებით, მთავარი ცდუნება, ფული. აი ახლა არის ზუსტად ეს. შეიძლება უცებ მიიღოთ მაღალი დივიდენდები. ადრეული საქმე კარგია, მაგრამ ახლა ნახე, იქვე გაჩნდებიან საეჭვო ავანტიურისტი ადამიანები, რომელიც ეცდებიან რომ ვაიმე მივიღო და იმ ავანტიურისტებს მე მოული მე ვხედავ პრობლემას. მაგრამ უაზრო და არასწორი ხარჯვის. არავით არის ახლა კაპიტალ დაბანდებების სამშაბათამდე, არავით არის ინვესტიციების ჩადება. არა. ახლა ხიფათი კიდე რაშია? აი ახლა ზუსტად რადგან თქვენ ხარ უყაერათო ხარჯველი, შეიძლება გამოჩნდეს ესეთი ადამიანი, რომელიც ახლა მოგიტანს საინტერესო იდეას. ხო გინდა ფული გეტყვის. აი ნახე რა იდეა გვაქვს და ის იდეა საპნის ბუშტივით გასწდება მერე და პირიქით დიდ პრობლემებს შემოიტანს. ამიტომ ახლა კი ვარ მშობლოსანი, მაგრამ დედა მყავს მეგრელი, ნახევრად ვარ მეგრელი. ამიტომ თქვათ ასე მარტივათაც არ ვერთვები ხოლმე. იმედი ვიქონიოთ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო შენზე არ ვსაუბრობთ. საქართველოში ვისაც არ ყავს დედა მეგრელი, უამრავი შულდოსადია, ხო, ეხება აბსოლუტურად ყველას. ამიტომ ბად გასაგონად ვამბობ. შენ გასაგებია ხო შენზე გადმოგაგ, მაგრამ არის 1000, ხო? კახელებმა რა გნა, ქართველებმა რა გნა და სხვა. კახელი მშულდოსანიც ვარ. კახელი მშულდოსანიც ვარ, მეგრელი მშულდოსანიც. ხო, ყოველ შემთხვევაში აი ეს ტენდენციები გავითვალისწინო და გისუსტებათ ყელისარე ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი. ამას მიექცეთ უყურებლობა. ამ ზონებს. რაც შეეხება ახლა თხის ქას, თხისკებო, თქვენი მთავარი პრობლემა არის ძლოვანი სისტემა, ხერხემალი სახსრები და კონფლიქტების ალბათობა ხელმძღვანელებთან. თავდაჭერა, ტაქტი, მოთმინება, დიპლომატია. აი ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ეს პერიოდი ყველაზე მეტ დიდ რისკში თქვენ ხართ ახლა, იმიტომ რომ შეერთება მზის და მთვარის ხდება თქვენთან. ამიტომ ვიყავით ფრთხილად, წინ დახედულად იმოქმედეთ. ზედმეტად ნუ გაჯიუტდებით და ზედმეტად პირდაპირ ხისტინო იქნებით ურთიერთობებში. ეხლა რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო, აქ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ საიდუმლოს დაცვა. და თავარი პრობლემა რა არის? რწმენა. აი რწმენის შერყევის საფრთხე გაქვთ. აქ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი ვითომ მასწავლებელი, გურუ, რომელიც შეგირყევთ ამ რწმენას, სურვილი ექნება გადაგიყვანოთ სხვაზე, სხვაც გაუგებარია თქვენთვის, ის ძველით შეირყა და შეიძლება ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იგრძნოთ თავი. ამის ხიფათი არის. ვაი ფსიქოლოგებთან და კოუჩებთან არ აღმოჩნდეთ. რომელმაც შეიძლება ასევე დიდი პრობლემები და სირთულეები შექმნა თქვენ ცხოვრებაში. მაქსიმალურად ეცადეთ რომ ამ პერიოდში მეგობრებთან არ დაეძაბოს ურთიერთობა. რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია. აი ეს ტენდენციები მთავარია, ლიმფური სისტემა, ფეხის ტერფები გისუსტებათ, ეცადეთ რბილი ჩაიცვათ აუცილებლად ფეხსაცმელი და ახალი ფეხსაცმელი არ ეყიდოთ და არ ჩაიცვათ. შეიძლება ძალიან მოგიჭიროთ, ან მალე გაფშდეს. ამისთვისაც თქვენი ზომა იყიდეთ. ნუ ეს თავისთავად, მაგრამ აცუნება რა შეიძლება შეცდომა დაუშვას.
ამაზე ალაპარაკი მე თვითონ ხა იმდენი შეფეხსაცმელაში შემოსული აწერია რომ უნდა იყოს შენი ზომა, მაგრამ იცით რა ხდება. და თევზებს რაც შეეხება, თევზებო ინტერნეტთან მხილოთ. აი ახლა გაქვთ ფეიკების ალბათობად ესეთი ადამიანების გაცნობის ტენდენცია, რომლებიც მე ჯვარს გაცმევენ, ამიტომ მხილად იყავით ამ კუთხით. მეგობრებთანაც ცოტა სიფრთხილე და რაც თავარია ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენში განსაკუთრებით მოიმატებს სამშაბათამდე ტოლვა თავისუფლებისადმი. თავისუფლება გადასარავია ოღონდ ზომიერების ფარგლებში. აი თქვენ ახლა გაქვთ სურვილი ზომიერებას გადაცდეთ და თქვენი ტოლვა თავისუფლებისადმი გახდება ანარქიული ელფერის, რაც იქნება საზიანო და გამაღიზიანებელი ირგვლივყოფი ადამიანებისთვის. ნუ გადაღლით თვალებს. ანუ აქ ახლა ინტერნეტთან გინდათ სხვა ფორმით კითხულობთ რაღაცა ზედმეტი არ გინდათ აი სამი დღე. თვალები ცოტა დაასვენეთ, თორემ მე შეიძლება პრობლემები შეექმნათ, იმიტომ რომ გისუსტდებათ ნერვული სისტემა და თვალები. ეს ორი ზონა. ფეხზე დიდხანს მოიდგებით. ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ, იმიტომ რომ ვენების გაგანიერების ტენდენცია ამ დღეებში განსაკუთრებით მაღალი გაქვთ. დაამხრივ ვიყოთ ყურადღება, ამიტომ რისკ ზონაშია ვენები, თვალები და ნერვული სისტემა. ამას მეგცეთ ყურადღება. ეს მოკლე ინფორმაცია ყველასთვის და სამშაბათამდე იმედია ახალთვარეობის ცოტა მძიმე დღეებს ყველა მშვიდად გაევლით, სამაგროდ რა არის კარგი. ილოცეთ, დალოცეთ ყველა სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორი, ხელოვნების ფართო სპექტრა, ბუნებასთან კონტაქტი, აი ამასთან გაატარეთ დადებითა და პოზიტიურად. დიდი მადლობა, განსაკუთრებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კონკრეტული რჩევები მოგვეწოდეთ და უკვე მე მივხვდი რომ რთული პერიოდი არ არსებობს, თავარია ჩვენ როგორ მივდგებით კონკრეტულ მონაკვეთ ჩვენი ცხოვრების და როგორ წარმართავთ. ასე რომ კარგია რომ შეიარაღებული ვართ ამ ინფორმაციით. ბატონი მე შეიძლება გვეხმარება ხოლმე ყოველ პარასკევს. წარმატებები ყველას. ასევე. დაგემშვიდობებით და გეტყვით იმას, რომ რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგერთდებით ძალიან საინტერესო თემებით კვლავ რა თქმა უნდა. თან ახალი სეზონიდან მინდა რომ ახალ გამოწვევაში ჩაგვრთოთ. გვექნება კვიზი, ეგრეთ წოდებული და მაინტერესებს რომელ მერხთან იჯექით სკოლაში. რეკლამის შემდეგ ახლა მიპასუხე და მე გავიხსენებ და მე ფიქრობს ხო? რას არჩევს ნეტა რა საინტერესოა? სამი სკოლა მაქვს შეცვლილი და სხვადასხვა მერხზე იჯექი. 16 კლასი მე მგონი და ხანსად ვიჯექი, სადაც იყო ადგილი იქ ვიჯექი. ბატონო გაიხსენებს რომელ მერხზე იჯდა, მე რეკლამის შემდეგ კი პასუხებს ალო ამ კითხვაზე. და რეკლამის შემდეგ მე ავხსნით უკვე რა მნიშვნელობა აქვს ამ ეს ტრადიციულად ვერძიზის წინ ყოველთვის პედაგოგის წინ და ლომი უკან აუცილებლად შუაში რომ ყველა აკონტროლოს. ამას მეგეუბნებ ჩემი გამოცდილებით. აი ჩვენი პროდიუსერი ყურში გვეუბნება რომ მართლა ასე იჯდა და ლომია ზოდიაქოთი მოკლედ ამ საინტერესო ამბებს უკვე რეკლამის შემდეგ განვიხილავთ.